ქუთაისში საბავშვო ქუჩის ფეხბურთის ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში ქუთაისის 40-მდე სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული. ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ტარდება და მისი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება. ტურნირი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 7 ივნის ქუთაისელი ახალგაზრდები უკვე ქუჩის საკალათბურთო შეჯიბრში ჩაერთვებიან. ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ატარებს ტურნირს ქუჩის და კალათბურთის ფესტივალს. შარშან ჩატარდა ზუგდიდსა და თელავში, ხოლო წელს სტარტდება 12 რეგიონში. სტარტი აიღო ქალაქ თელავიდან აიღო და მიუყვებით ესე რეგიონებს. ფეხბურთი დღესვე დაიწყება, დღესვე დასრულდება. დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და ჩანთებით და სიგელებით, ხოლო ხვალ გაიმართება ასევე კალათბურთი ქუჩის. მე ვარ მე-12 სკოლიდან. რავი რა, ძალიან კარგი განწყობა მაქვს მაგალითად მე. ყველა ჩვენგანს არ გვეშინია. 21 სკოლიდან ვარ, ვიღებ მონაწილეობას საბავშვო ფეხბურთის ფესტივალში. ძალიან კარგი ტურნირი არის და იმედია გავიმარჯვებთ და ღირსეულად ვთამაშებთ.